ხელოვნური ინტელექტის აზრით, დღეს საბრძოლო ხელოვნების სამყაროში სამი სახელი განსაკუთრებით გამოირჩევა. ისლამ მახაჩევი, ილია თოფურია, არმან ცარუკიანი. სამი მებრძოლი, სამი სტილი, სამი მომავალი ლეგენდა. და მხოლოდ ერთი ყველაზე ძლიერია. ვინ არის ის? ის არა მხოლოდ ჩემპიონია. ის არის ხაბიბის სკოლის სიმბოლო. წნეხი, კონტროლი, გამძლეობა. მან დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა. მან დაამარცხა ვოლკანოვსკი ნოკაუტით. ის არის მწვერვალი. ის არის სტანდარტი. და დღეს, ფაქტებით, ყველაზე ძლიერია სწორედ ისლამ მახაჩევი. მაგრამ თუ საუბრობთ ყველაზე საშიშზე, ილია თოფურია ნამდვილი ელვაა. ის ახალგაზრდაა. ის უდრეკია. მან გაანადგურა ვოლკანოვსკი. ის უკვე მზადაა ზედა წონისთვის. და იქ უკვე ელის მახაჩევი. თოფურია არის მომავალი. და თუ მახაჩევი მეფეა, თოფურია მემკვიდრე ტახტისთვის. ცარუკიანი ამომავალი შტორმია. მის შესახებ ნაკლებად ლაპარაკობენ. მაგრამ მან უკვე იბრძოლა ისლამთან. მან დაამარცხა დარიუში. ის მშიერია. ის მიდის ტიტულისკენ. და თუ ვინმეს შეუძლია შეცვალოს ჩემპიონი, ეს არის არმან ცარუკიანი. დღეს მახაჩევი. ხვალ თოფურია. ცარუკიანი. სამი სახელი. ერთი ტახტი. და მხოლოდ დრო გვაჩვენებს, ვინ დარჩება მწვერვალზე.